მოგესალმებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვაგრძელებთ ვებინარების ციკლს და დღეს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა წარმოგიდგენთ რიგით მეორე ვებინარების ციკლიდან სწავლის სირთულეები, დაკვირვება, იდენტიფიცირება და შეფასება. მე გახლავართ პროგრამის კონსულტანტი ნათია შერბაკოვა და დღეს ჩვენი მომხსენებელია ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი სალომე მურღულია. სალომე, გთხოვთ. მადლობა ნინო წარდგენისთვის, მივესალმები ჩვენს მსმენელებს და ძალიან საინტერესო თემით დავიწყებ. როგორც ნინო აღნიშნა, დღეს უნდა გესაუბროთ სწავლის სირთულე ზოგადად რა არის, როგორ შეიძლება სწავლის სირთულეების იდენტიფიცირება, რა სტრატეგიები გამოვიყენოთ ამისთვის და როგორ შევუწყოთ ზოგადად სწავლის სირთულის მქონე მოსწავლეების სწავლასწავლების პროცესს ხელი. გარკვეულწილად ამასაც შევეხებით. თქვენ ვებინარის ფარგლებში შეგიძლიათ ყველა საჭირო თქვენთვის, ასე ვთქვათ, აუცილებელ საკითხთან მიმართებით მოინიშნოთ კითხვები და ვებინარის ბოლოს გექნებათ შესაძლებლობა, რომ გააშხეროთ. სწავლის სირთულეებზე ვერ გადავალ, თუ ხას არ გავუსვამ ზოგადად სწავლასწავლების მნიშვნელობას და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ განათლების სფეროში ჩართული სპეციალისტები, პროფესიონალები, შესაბამისად ვალდებულები ვართ სწორად მოვახდინოთ მოსწავლეთა საჭიროებების იდენტიფიცირება და დავგეგმოთ სწავლასწავლების პროცესი, ისე რომ მოსწავლეები დავხუნძლოთ იმ უნარების ნაკრებით, რომელიც მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოამზადებს. და ზოგადად რა არის სწავლა, ხომ? სწავლა ბუნებრივია, რომ არ არის ცალმხრივი პროცესი, ეს გარკვეულწილად ძალიან მრავალი, ასე ვთქვათ, პროცესის ურთიერთდაკავშირებულად მიმდინარეობს და რა არის ახლა ეს უნართა ნაკრები, ხომ? აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება და ასე შემდეგ და თითოეული ეს უნარი ბუნებრივია გარკვეულ ამ თითოეულ უნარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მოსწავლემ მიიღოს ეს ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაწყდით სწავლასწავლების პროცესში, ყურადღებით მოისმინოს, დაამუშავოს, გაიგოს და ჩააშენოს მის ხანგრძლივ მეხსიერებაში, რათა როცა მას ეს უნარები დასჭირდება, შეძლოს ამ უნარების, ასე ვთქვათ, ამოღება და საჭიროებისამებრ გამოყენება. ანუ სწორედ ეს არის ინტელექტი, ხომ? და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებს უსაზღვრავს, რომ მათ უნდა აღზარდონ მოქალაქე, რომელიც სწორედ ამ უნარებით იქნება, ასე ვთქვათ, დახუნძლული, მეორედ ვიყენება ამ ტერმინს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება, რათა ამ ცვლად გარემოში ჩვენ გვჭირდება მართლა სხვადასხვა უნარი, რომ გავუმკლავდეთ სხვადასხვა გამოწვევას, გადავჭრათ პრობლემები და ასე შემდეგ. შესაბამისად, თვითონ ჩვენი მხრიდან იმ სტრატეგიების ფლობა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს სტანდარტით განსაზღვრული მიზნების ათვისებაში, ბუნებრივია აუცილებელია და დღეს სწორედ ვისაუბრებთ, როგორ აღმოვაჩინოთ დროულად სწავლის სირთულეები მოსწავლეებში, როგორ დავგეგმოთ მხარდაჭერის დაბალანსებული მხარდაჭერის სტრატეგიები. შესაბამისად, პირველ რიგში მოდით განვმარტოთ, რას ვგულისხმობთ სწავლის სირთულეში. ჩვენ ვიცით, რომ ყველა უნარის ან აკადემიური უნარები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოსწავლეს შემდეგ სხვადასხვა მეცნიერებასაც დაეუფლოს, ხომ? მაგალითად, ჩვენ ვასწავლით ფიზიკას, ანუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ჰუმანიტარულ მეცნიერებებს და ასე შემდეგ. თუმცა თითოეული ამ მეცნიერების დასაუფლებლად გვჭირდება აკადემიური უნარები. შესაბამისად, სწავლის სირთულეზე როცა ვსაუბრობთ, ამ დროს მოსწავლეს აქვს სწორედ აკადემიური უნარების სირთულეები, შეიძლება ის იყოს კითხვის, წერის, ანგარიშის, ასევე აღმასრულებელი კოგნიტურ ფუნქციებს ვეძახით, ხომ? მეტყველება, ყურადღება, მეხსიერება, მათ შორის მუშა მეხსიერება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ. და ეს უნარები არის სწორედ აუცილებელი, როგორც აღნიშნე უკვე
ინფორმაციის საქმელად და დასამუშავებლად. და ზუსტად სწავლის სირთულის მქონე მოსწავლეებს აქვთ ინფორმაციის დამუშავების სირთულე და ცალსახაა, რომ ასეთი სირთულეების სიძნელის გათვალისწინებით მოსწავლეებს უჭირს ყოველდღიურ სასწავლო საქმიანობაში ჩართულობა და ეს ბუნებრივია, ასე ვთქვათ, ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსწავლის სასკოლო მიღწევებზეც. და ბუნებრივია, რომ ამ დროს ჩვენ გვჭირდება საჭირო მხარდაჭერის, ასე ვთქვათ, აღმოჩენა, ანუ უბრალოდ ჯერ დავინახოთ რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება ბავშვს და შესაბამისად ადაპტირებული სასწავლო გარემო, სასწავლო რესურსების და სხვადასხვა დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება, რომ გაუმკლავდეთ იმ სიძნელეს, რომელსაც მოსწავლე აწყდება სწავლების პროცესში. აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნოთ, კოლეგებო, რომ ხშირად სწავლის სირთულეები თითქოს გაიგივებულია ხოლმე დაბალ ინტელექტთან და მე უკვე ვახსენე ინტელექტი ხო რა არის? ინტელექტი არის გარემოსთან ადაპტაციის უნარი, შესაბამისად სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულება არის ვალდებული, რომ მოსწავლეებს განუვითაროს მრავალმხრივი ინტელექტი და თქვენ მოგეხსენებათ თითოეული საგნობრივი სტანდარტი სწორედ ასეთი მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებაზეა მიმართული და ორიენტირებული, ხომ? და სწავლის სირთულე ყოველთვის არ ნიშნავს დაბალ ინტელექტს, ანუ არ ჩავთვალოთ, რომ თუ მოსწავლეს აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, მას აუცილებლად დაბალი ინტელექტი ექნება და ამას ცოტა მოგვიანებით შევეხებით რა შემთხვევებში და როგორ. ალბათ საინტერესოა და აუცილებლად შევეხები იმ რისკ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სწორედ სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და რა არის ეს ის მდგომარეობები და ბარიერები, რომელიც მოსწავლეს ხელს უშლის, რომ ის აკადემიურად ჩაერთოს შესაბამის სასწავლო აქტივობებში და მოხდეს მისი განვითარება. თუმცა აქ აღსანიშნავია ის, რომ რისკ ფაქტორები არ ნიშნავს აუცილებლად დარღვევის არსებობას. ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ გვხვდება დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლეები, სწავლის სირთულის მქონე მოსწავლეები არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რაღაცა ტიპის განვითარების დარღვევა შეიძლება კონდეს ამ დროს მოსწავლეს, ხომ? ამ შემთხვევაში ეს ფაქტორები, რომელსაც მე გავაზიარებ და შევეხები ნაწილობრივ, ზრდიან სწავლის სირთულეების გამოვლენის ალბათობას და აქ არის ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება დროულად მოვახდინოთ სკრინინგი, შევამჩნიოთ სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებით ის ბარიერები, რომელიც ხელს უშლის მოსწავლეს განვითარების პროცესში, სწავლის პროცესში და შესაბამისი მხარდაჭერა აღმოუჩინოთ. თანამედროვე კვლევების მიხედვით, სწავლის სირთულე არ აიხსნება კონკრეტული მიზეზით. აქ გასათვალისწინებელია აუცილებლად მოსწავლის ინდივიდუალური მახასიათებლები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარემო. გარემოს საგანმანათლებლო მოთხოვნები და ზუსტად მოსწავლის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და გარემოს შორის ურთიერთშესაბამისობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ სწორად დავუგეგმოთ მოსწავლეს სწავლების პროცესი და წავახალისოთ მისი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და მიღწევის შესაძლებლობა შევქმნათ, ხო, სასწავლო შედეგების მიღწევის შესაძლებლობები. მოკლედ შევეხები იმ ფაქტორებს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მოსწავლის, ასე ვთქვათ, სასწავლო პროცესში ჩართულობაზე და დასწავლის სირთულეებზე. პირველი ეს შეიძლება იყოს ნეირობიოლოგიური ფაქტორები, რომელიც მოკლედ რო ჩამოვთვალოთ, შეიძლება იყოს პრენატალური ან პოსტნატალური ფაქტორებით გამოწვეული, მაგალითად მშობიარობის დროინდელი ტრავმები და ასე შემდეგ. ასევე ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მოსწავლის ბავშვის, ასე ვთქვათ, გარკვეულ მდგომარეობებს, ბავშვთან დაკავშირებულ გარკვეულ მდგომარეობებს, რომელსაც ჩვენ ვარქმევთ ხოლმე, მაგალითად ინტელექტუალური განვითარების დარღვევა და ასე შემდეგ, რომელიც სწორედ გარკვეული
ფაქტორებით არის, ასე ვთქვათ, განპირობებული, ხომ? და თქვენ ხვდებით პრაქტიკაში, ვთქვათ, ADHD-ის ჰიპერაქტივობის და ყურადღების დეფიციტის მქონე მოსწავლეებს, ხვდებით ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეებს და ასე შემდეგ და ბუნებრივია, რომ ამ დროს მხარდაჭერა არის უპირობო და ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა შეიძლება დასწავლის სირთულეები უკავშირდებოდეს მხოლოდ კოგნიტურ მოსწავლის, ეს ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ინდივიდუალური თავისებურებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაც გარკვეულ სწავლების გარკვეულ ეტაპზე კოგნიტურ თავისებურებებსაც, ხო, მაგალითად მოსწავლეს შეიძლება უჭირდეს ყურადღების კონცენტრაცია, ყურადღების შენარჩუნება კონკრეტულ აქტივობაზე, შესაძლოა ჰქონდეს, ვთქვათ, მეხსიერებასთან დაკავშირებული სირთულეები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში, ასევე ძალიან დიდ გავლენას ახდენს დასწავლაზე, შეიძლება პირდაპირ გავლენას არა, მაგრამ სოციალური და ოჯახური ფაქტორები, ჩვენ გაგვიგია პედაგოგიური ხელმისაწვდომობა, როდესაც სასწავლო გარემოში მოსწავლეს არ აქვს შესაბამისი პირობები, რუტინა სწავლის ჩამოყალიბებული და ასე შემდეგ, რაც ცალსახად მაპროვოცირებელი ფაქტორია, რომ მოსწავლეს შეექმნას სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები სასწავლო დაწესებულებაში. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია ემოციური და ფსიქოსოციალური ფაქტორები. ანუ მოსწავლეები, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან გარკვეულ შფოთვით მდგომარეობაში, რაც შესაძლოა სხვადასხვა სოციალური ფაქტორებითაც იყოს განპირობებული, ბუნებრივია, რომ ისინი ვერ კონცენტრირდებიან სასწავლო აქტივობებზე, მიღწევებზე და ამ საჭიროებების დროული იდენტიფიცირება არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ძალიან ხშირად საკაკუთლო პროცესში ვაწყდებით ქცევითი სირთულეების მქონე მოსწავლეებს და ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ სწორედ ეს არის, როგორ გავუმკლავდეთ ამ დილემას და ზუსტად ამ ფაქტორების აღმოჩენის იდენტიფიცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად რა აპროვოცირებს მოსწავლის ქცევას და შესაბამისი ინტერვენციები უნდა განხორციელდეს, რომ ჩვენ ჩავხსნათ ის ბარიერები, ხომ, რაც ტრიგერია, ასე ვთქვათ. და ასევე შემდეგი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი არის საგანმანათლებლო გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორები, რომელიც უნდა ვეძებოთ საკლასო ოთახში, სასკოლო გარემოში და ასე შემდეგ, რაც შესაძლოა ასევე ახდენდეს მოსწავლის მოსწრებაზე გავლენას, ჩართულობაზე და აკადემიურ მიღწევებზე. რა შეიძლება ეს იყოს? თუნდაც არაადაპტირებული გარემო, მოსწავლის საჭიროებებზე არ მორგებული საგანმანათლებლო რესურსები, ხელმისაწვდომობის სირთულეები, ვთქვათ, შეიძლება იყოს საგანმანათლებლო გარემოში და ამ საჭიროებების იდენტიფიცირება, მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ, რომ შევეხოთ. თავისთავად ხვდებით, რომ თითოეული ეს რისკ ფაქტორი როგორ გავლენას მოახდენს მოსწავლეს, ვთქვათ, დასწავლაზე, შესაბამისად, დროული იდენტიფიცირება და მხარდაჭერა არის ჩვენი სწორედ პირდაპირ ვალდებულება, ვინც ვართ პასუხისმგებელი მოსწავლის სწავლა-განვითარების პროცესზე და ინკლუზიური განათლებას განმარტება ყოველს მოგვიხსნით, რომ ეს უზრუნველყოფს სწორედ ყველა მოსწავლისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას და ბუნებრივია, რომ საგანმანათლებლო გარემომ უნდა შექმნას სწორედ ისეთი პირობები, რომელიც სწორედ იმ ბარიერების შემცირებას შეუწყობს ხელს და ბუნებრივია, რომ თითოეულ მოსწავლეს, რომელიც უნიკალურია და განსხვავებული თავისი ინდივიდუალური მახასიათებლით, თითოეულ ასეთ მოსწავლეს მისცემს სასწავლო გარემოში თანამონაწილეობისა და მიღწევის შესაძლებლობებს. სწორედ ასე დაგეგმილი პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ ეს მოსწავლე მზად არის, რომ დამოუკიდებლად გააგრძელოს სკოლის დამთავრების შემდეგ ცხოვრება და ჩვენც ბუნებრივია ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ. და ზუსტად კითხვა, რასაც მიემართებოდეს იქნება ჩემი შემდგომი გამოსვლა, არის როგორ უზრუნველყოფს სკოლა სწავლის ხელისშემშლელი ფაქტორების ადრეულ იდენტიფიცირებას და შესაბამისი მიზანმიმართული ინტერვენციების განხორციელებას. და აქ აუცილებლად უნდა შევეხო ბიოფსიქოსოციალურ მიდგომას, რომელსაც ნერგავთ უკვე და სასიხარულოა ეს ფაქტი და სწორედ სწავლის სირთულეების იდენტიფიცირება მოითხოვს ისეთ მიდგომას,
რომელიც უკვე აღვნიშნე ბიოფსიქოსოციალურ მიდგომას, რომელიც აფასებს არა მხოლოდ მოსწავლის სირთულეებს, არამედ თუ რა შეძლიერი მხარეები აქვს მოსწავლეს, ანუ მის შესაძლებლობებს და როგორც დასაწყისშიც აღვნიშნე, გარემოს მოთხოვნებს და ზუსტად რომ შესაბამის მხარდაჭერის პირობებზე აკეთებს აქცენტს. თუ ეს კომპონენტები იქნება დაცული, ბუნებრივია, რომ ყველა მოსწავლეს მისი უნარებისა და შესაძლებლობების ფარგლებში მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში და შეძლოს გარკვეული უნარების განვითარება. ეხლა შემოგთავაზებთ მხარდაჭერის სისტემას, რომელიც ზუსტად დაბალანსებულ მხარდაჭერაზე აკეთებს აქცენტს მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად და ჩვენ ვიცით, რომ საგანმანათლებლო სისტემას გარემოს თქვათ ამ შემთხვევაში სკოლას აქვს ვალდებულება, რომ დააკმაყოფილოს ავტორიზაციის სტანდარტები, რომელმაც მას უფლება უნდა მისცეს, რომ ისეთი განათლების დოკუმენტი გასცეს, რომელიც იქნება ვალიდური ამ შემთხვევაში, ღირებული და აღიარებული. შესაბამისად, მას აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები, რომლის დაცვაც ევალება და ეს ვალდებულებები პირდაპირ სწორედ განათლების ხარისხს უკავშირდება და ხარისხს ყველა მოსწავლისთვის. შესაბამისად, სკოლა ვალდებულია სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია განახორციელოს მოსწავლეთა საჭიროებისამებრ. პირველი დონის ინტერვენციას ვეძახით სწორედ უნივერსალურ ინტერვენციას და რა არის? ანუ სკოლა პრევენციულად, პროაქტიულად უნდა ზრუნავდეს თავისი სამიზნე ჯგუფის ან თავისი მოსწავლეების საჭიროებების იდენტიფიცირებაზე და შესაბამის მიზანმიმართულ მხარდაჭერას უნდა ახორციელებდეს ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით. უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ზოგადი სტრატეგიები, რომელიც დაახლოებით მოსწავლეთა საშუალოდ 85%-მდე მოსწავლეებს შეიძლება თავისუფლად ერგებოდეს, თუმცა ჩვენ გვყავს 100% თქვათ სკოლაში ხო, ყველა მოსწავლეზე უნდა იყოს ჩვენს მიერ დაგეგმილი აქტივობები და მხარდაჭერა მორგებული და თუ გვჩება გარკვეული ჯგუფი მოსწავლეების, რომლებისთვისაც ის ზოგადი უნივერსალური სტრატეგიები არ არის ეფექტური, ბუნებრივია უნდა გადავიდეთ მეორე დონის ინტერვენციაზე, ანუ ეს არის მიზანმიმართული სტრატეგიების გამოყენება, სწორედ მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფთან. და იმათთან შესაბამისი მხარდაჭერით უკვე შესაძლებელია იმ ბარიერების დაძლევა, რაც შესაძლოა იყო ასე ვთქვათ, მოსწავლისთვის ხელი შემშლელი და ისინი შეძლებენ უკვე ჩაერთონ სასწავლო პროცესში და ასე შემდეგ. აი თქვენ ხართ პედაგოგები, ხო, ვინც სასკოლო საზოგადოება ესწრებით დღევანდელ შეხვედრას და ჩვენ ვიცით და სკოლაში დანერგილი გაქვთ ალბათ, თქვათ რემედიაციის პროგრამა, როგორ სწორედ ავტორიზაციის სტანდარტები ავალდებულებს სკოლას, რომ მოსწავლეთა მხარდაჭერის ღონისძიებები განახორციელოს და ამისთვის შესაბამისი ინსტრუმენტები გქონდეს შემუშავებული, ხო? მაგალითად ის, რასაც თქვენ უზრუნველყოფთ ხოლმე პერიოდულად, მაგალითად დიაგნოსტიკური წერები იქნება, მოსწავლეთა პროგრესზე პერიოდული დაკვირვება, შეფასების შედეგების ანალიზი, კათედრებზე ამის განხილვა, მხოლოდ არ არის ხოლმე, რასაც ახორციელებთ და სავალდებულოა, ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ მიღებული შემდეგ მოიკვლევთ რომელ ჯგუფს აქვს ეს დამატებითი საჭიროება, რომ ჩვენ ჩავერიოთ და მოხდეს ამ გარკვეულ ჯგუფთან მუშაობა. ეს პროგრამა მოიაზრებს, ანუ აქცენტს აკეთებს სწორედ მოსწავლეთა მიმდინარე პროგრესზე, რომ მოხდეს დაკვირვება და კი არ დაველოდოთ რამეს, არამედ დროული მხარდაჭერა რომ აღმოუჩინოთ მათ, სანამ ძალიან გართულდება და უკვე გამოხატული სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების წინაშე დადგება მოსწავლეებს. ის უკვე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ხო, ბუნებრივია, ეს არის უკვე რეაგირება. თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, რომ რეაგირებამდე უკეთესი სწორი რეაგირებაც ძალიან კარგი სტრატეგიაა, ბუნებრივია, თუმცა უფრო კარგია პროაქტიული ჩარევა, ხო, რომ ჩვენ მედროულად აღმოვაჩინო ის ჯგუფი, ვისთვისაც აუცილებელია პირველადი მხარდაჭერა
მიზანმიმართული მუშაობა, სპეციალური სტრატეგიების და რეკომენდაციების გათვალისწინებით და თუ ეს მხარდაჭერა არ აღმოჩნდება კონკრეტული მოსწავლისთვის საკმარისი, ბუნებრივია, მას მხარდაჭერის გარეშე ხო ვერ დავტოვებთ. ამის შემდეგ უკვე გადავდივართ უკვე ინდივიდუალურ მხარდაჭერაზე და თქვენ გყავთ ესეთი ტიპის მოსწავლეები, რომელსაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, ასე ვთქვათ, ვარქმევთ, ხო, ეს სტატუსი ანიჭებათ და განმარტავთ და მოკლედ შემდეგ ვისაუბრებთ ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით. ანუ აქ იგულისხმება სწორედ განგრძობითი თუ მოსწავლეს აღენიშნება განგრძობითი სირთულეები სწავლაში, ქცევაში და აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომებისა და სტრატეგიების გამოყენება. თუ ჩვენ ასე არ დავგეგმეთ მხარდაჭერა, ბუნებრივია, რომ მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფი თუ გარკვეული მოსწავლე დაგვრჩება სასწავლო პროცესის მიღმა, რომლისთვისაც განმავითარებელი ვერ იქნება სწავლა-სწავლების პროცესი, შესაბამისად ის სკოლაში უბრალოდ ივლის, მაგრამ ის რაც უნდა წაიღოს ამ უნარების გარეშე მოუწევს მას სკოლის დამთავრება და რამდენად ღირებულია სწორედ მოსწავლის საჭიროებებს მომგებული სწავლების პროცესი, რომ ის დამოუკიდებელ მოქალაქედ ვაქციოთ, ამაზე მეც აღარ ვისაუბრებ, რადგან ყველასთვის თვალსაჩინო და ნათელია. რადგან უკვე ვისაუბრე გარკვეულწად სამივე დონის ინტერვენციაზე, რა პრინციპები უნდა გავითვალისწინოთ ხო ამ პროცესში, რაც თქვენთვის არ იქნება ახალი და უცხო, თუმცა კიდევ ერთხელ ამაზე ყურადღების გამახვილება არ იქნება ურიგო. პირველი და მნიშვნელოვანი პრინციპი არის სწორედ ეს სკრინინგი. თუნდაც მაგალითად პირველადი სკრინინგი განსაკუთრებით, ანუ მე ვისაუბრე, რომ არ ველოდებით თვალსაჩინო კრიტერიუმებს, რომელიც პირდაპირ მეუბნება, რომ ეხა ამ კონკრეტულ მოსწავლეს აქვს გამოხატული სირთულე სწავლაში. პირველადი სკრინინგი ნიშნავს, სანამ გამოჩნდება საერთოდ ეს სირთულეები, მანამდე გქონდეს სწორედ გარკვეული სტრატეგიები, ინსტრუმენტები შემუშავებული, რომელთაც დავადგენთ პირველად საჭიროებებს მოსწავლეებში და ჩავერევით პროაქტიულად, დავაკვირდებით, ხო, მოხდება მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი და შესაბამისი სტრატეგიებით ჩარევა, ხო? ანუ პრევენციული სტრატეგიები იგულისხმება ამ შემთხვევაში და ბუნებრივია, რომ აქ ეს ყველაფერი ეფუძნება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, მე ასე ვთვლი, ამ პრინციპით არ ჩავერიოთ ხოლმე, ხომ? ყოველთვის ვიხელმძღვანელოთ მტკიცებულებაზე დაფუძნებული ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ მონაცემზე დაფუძნებულ ჩარევა იგულისხმება, რაც გულისხმობს, ხო? ანუ აუცილებლად ეს უნდა ემყარებოდეს დაკვირვების მონაცემებს, მოსწავლეთა ნამუშევრების ანალიზს, გამოკითხვას და ასე შემდეგ, ხო? აქ ჩვენ ვსაუბრობთ საჭიროებების იდენტიფიცირებას, ხო? სწავლის საჭიროებების იდენტიფიცირებას. და მთლიანობაში კიდევ ერთხელ ამას უთმობ ძალიან დიდ დროს, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის დროული რეაგირება, რომ არ იყოს დაგვიანებული ჩარევა, იმიტომ რომ დროული ჩარევა ყოველთვის საუკეთესო, ბევრად უკეთეს გამოსავალს გვთავაზობს, ხო, ამაზე ვთანხმდებით. რა უნდა გაკეთდეს, ხო, ეს უნივერსალურ სკრინინგზე ვისაუბრეთ და კონკრეტულ მიზნობრივ მხარდაჭერაზეც, ხო, იმ მოსწავლეებისთვის, რომლებისთვისაც არ არის საკმარისი ის უნივერსალური სტრატეგიები. სკრინინგი უნდა ჩატარდეს, რაც შეიძლება ადრე და ეს გასაგებია, რატომაც ახსენით უკვე, აუცილებლად მჭირდება კაფიო პროცედურები და სტანდარტები, კითხვარები იქნება, თუ ამაზეც გავამახვილეთ ყურადღება, ხომ, შესაბამისი ინსტრუმენტები, რომელთაც გავაკეთებთ ამ სკრინინგს, ამაზე აუცილებლად ასევე გავამახვილოთ ყურადღება, რომ ჩვენ ამ ყველაფერს სასკოლო საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ვართ, ბუნებრივია და არ ვაკეთებთ სადიაგნოსტიკოდ, ანუ რაღაცა დიაგნოზის დასასმელად. ჩვენ არ ვართ ნეიროფსიქოლოგები, ჩვენ არ ვართ ფსიქიატრები და ბუნებრივია, რომ არც არავინ გვავალდებულებს ამას, ამიტომ მთავარი ფოკუსი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის საგანმანათლებლო. ანუ სწავლასთან დაკავშირებული კონკრეტული სირთულეები აღწერითი ფორმით გამოვყოთ და შესაბამისად ჩავერიოთ, ხომ? და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ
რაღაც მცირ ინფორმაციას არ დაეფუძნოს ის განზოგადება პირობითად რასაც ვიტყვით რომ მოსწავლის საკსაულოსთან დაკავშირებული სირთულეები ხომ ეს უნდა იყოს გამომდინარეობდეს მრავალფეროვანი წყაროებიდან ანუ მშობლის ჩართულობაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ ხედავთ რომ გარკვეულ მოსწავლეს სჭირდება იმაზე მეტი მხარდაჭერა და გოგონია აუცილებლად მარტო არ ვიხებთ გადაწყვეტილებას იქ თავთ მშობელს სკოლაში დამატებითი სპეციალისტებს, თქვათ, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს, ადმინისტრაციას და ასე შემდეგ, ამაზე მოგვიანებით უფრო კარგად გესაუბრებით, ხო? და თავარი არის ის, რომ ეს ჯგუფი, ვისაც ჩავთავთ სასწავლო პროცესში, იყენებს დაკვირვების, ასე ვთქვათ, სტრატეგიას და აი ზუსტად რაც აღნიშნეთ, ხო, მტკიცებულებაზე დაფუძნებული უნდა იყოს გადაწყვეტილება, თქვათ, ან რეფერირების გადაწყვეტილება იქნება თუ პირველადი ჩარევის გადაწყვეტილება მოკლედ დეტალურად კიდევ გავშლით ამ საკითხს აკეთებს რაზე აქცენტს დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით თუ გაუჩნდება ჯგუფს ეჭვის საგანმანათლებლო საჭიროებაზე ბუნებრივია მშობლის ამ შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობით და ნებართვით ხდება შემდეგ რეფერირება ხომ და აქ აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება მშობელთან კომუნიკაციის სტილზე ანუ რისი გათვალისწინება აუცილებელი როდესაც კონკრეტული მშობლის შვილს ამ შემთხვევაში აღენიშნება და ვფიქრობ და გვაქვს ეჭვი რომ მას აქვს სირთულეები სწავლასთან დაკავშირებული სწორედ ამ სირთულეებთან დაკავშირებით მშობელს უნდა მივაწოდოთ აღწერითი და ობიექტური ინფორმაცია. მაგალითად, მოსწავლეს აქვს სირთულე სწავლაში. თუ ვეუბნებით თქვენ შვილს პირობითად, ეს ამბუნდოვანია და შეიძლება ნეგატიური დამოკიდებულება გაუჩნდეს მასწავლებელს თავიდანვე და ეს აუცილებლად ხელს შეგვიშლის შემდეგ მოლაპარაკების პროცესში. ამიტომ ყოველთვის აი ჩვენ რომ ამბობთ მტკიცებულებაზე და მონაცემებზე დაფუძნებული ჩარევაო და ასევე აღსანიშნავია სწორედ მიმდინარე პროგრესზე დაკვირვება მოსწავლის აუცილებელია რომ ეს ინფორმაცია იყოს დოკუმენტირებული და ძალიან ხშირად როდესაც ჩვენ ვითხოვთ ხოლმე შესაბამისი პირები ითხოვენ ესეთ აღწერით მონაცემებს, როდესაც ხდება გადამისამართება, სკოლას არ აქვს ხოლმე ეს აღწერითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია რომ გქონდეს და დარწმუნებული ვარ რომ მომავალში სწორედ ესეთი ის გვექნება კულტურა დამკვიდრდება და უფრო სწორედ გავიწაფებით ამაში, რომ ზეპირად კი არ მივაწოდოთ ინფორმაცია, არამედ გქონდეს ამის ჩანაწერები, რომლითაც ასე ვთქვათ არგუმენტირებულად ვისაუბრებთ, რა ტიპის საჭიროებები აქვს მოსწავლეს და პარალელურად მშობელს უნდა გამოუცხადოთ მხარდაჭერა, ანუ მხოლოდ ის კი არა, რომ საჭიროებები აქვს, არამედ ჩვენ რომ ვალდებულიც ვართ და მაქსიმალურად ვეცდებით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით ამ სირთულეებს რომ გავუმკლავდეთ მოსწავლესთან, თუმცა აქ აუცილებელია იმის დამატება, რომ მათი ჩართულობის გარეშე მშობლის ჩართულობა ვიცით, რომ ზოგადად გამოწვევა მშობლის თანამონაწილეობა მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ზოგადად და განსაკუთრებით როცა მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებაზეა ეჭვი, აქ მშობლის როლი არის უზადო, ამიტომ ამაზეც აქცენტი არის აუცილებელი და გასათვალისწინებელი და აფიო გზის ჩვენება როგორ შეიძლება რა შესაძლო ვარიანტები არსებობს, რომ გაუმკლავდეთ მოსწავლის სირთულეებს, სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს და მოვისმინოთ მათი მოსაზრებაც, ხო? რას ფიქრობს მშობელი ამასთან დაკავშირებით და აუცილებლად ჩვენი კომუნიკაცია უნდა იყოს გაცნობიერებაზე მიმართული, რომ ეს ჩარევა რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ამაზე იმიტომ ვაკეთებ უფრო დიდ აქცენტს, რომ ჩვენ გვხვდება შემთხვევები, როდესაც მშობელი იბნება აქამდე
მას არ შეუმჩნევია და შეიძლება ჩვენ ვიყოთ სწორედ პირველი მხარე, რომლებიც ვახდენთ ამ საჭიროებების პირველად იდენტიფიცირებას და ამ დროს მშობლის რეაქციაც უარყოფის სტადიაზე შეიძლება იყოს მშობელი და აუცილებლად უნდა იყოს კონსტრუქციული ჩვენი მუშაობა ამ შემთხვევაში მშობელთან და გაცნობიერებაზე, როგორც აღნიშნე, ორიენტირებული, რომ ჩაერთოს, წავახალისოთ ამ მიმართულებით და საჭიროების შემთხვევაში მოგცეს რეფერირების გადამისამართების უფლება, ხო? გარკვეულწილად, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია გადამისამართებამდე რას აკეთებს სკოლა და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სკოლამ აუცილებლად მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს, ხომ? და რა შეიძლება გაკეთდეს სკოლის დონეზე, რათა ეს მოსწავლის გამკლავდეს მოსწავლის საჭიროებებს და წარმოგიდგენთ ესეთ დოკუმენტს, რომელსაც ვეძახით ჩვენ პირველადი მართვის გეგმა და ლოგიკურია. სანამ როდესაც ეჭვი გაგვიჩნდება მოსწავლის საჭიროებაზე, სანამ გადავამისამართებთ, რომ მოხდეს მოსწავლ უფრო ფსიქოლოგების და სხვა ფსიქოსაგანმანათლებლო კონსულტანტების მიერ მოსწავლის შეფასება საგანმანათლებლო საჭიროების მანამდე ჩვენს მიერ, ასე ვთქვათ, დაიგეგმოს ჩარევის ღონისძიება და ამას ვეძახით სწორედ პირველადი მართვის გეგმას, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები განსაზღვრული და ასევე საჭიროებების სფეროების მიხედვით, ხო, აკადემიური უნარები, შემეცნებითი უნარები და ასე შემდეგ და ბუნებრივია, რომ ამ პროცესში აუცილებლად სხვადასხვა მხარე უნდა იყოს ჩართული და აღვნიშნე, რომ მრავლობით წყაროს უნდა ეყრდნობოდეს, ხომ, შეფასებაც და აუცილებლად ის რეკომენდაციები, რომელზეც აყრდნობითაც უნდა წარიმართოს მოსწავლესთან მხარდაჭერის პროცესი. ვინ შეიძლება იყოს, ხო, შეფასების პროცესში ჩართული და უფრო ნათელი რო იყოს თქვენთვის ეს საკითხი, თქვათ დამრიგებელი ან მასწავლებელი თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს მოსწავლეს აქვს, თქვათ, ყურადღების დეფიციტის სირთულე, მაგალითად, კარგას ინსტრუქციას, გჭირდებათ ხშირად გამეორება, უჭირს ერთი აქტივობიდან მეორე აქტივობაზე გადართვა. ხედავთ, რომ ფონოლოგიური სირთულეებიც ვლინდება, დაწყებით საფეხურზე, შეიძლება კითხულობს ასო, მაგრამ გამთლიანება უჭირს, ვლინდება ანგარიშთან დაკავშირებული სირთულეები და ასე შემდეგ. აუცილებელია ასეთ დროს უფრო მარტო არ იყოს ჩვენი მიდგომა, რომ დაველოდოთ. ჯერ დაწყებითი საფეხურია. არამედ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ დროული იდენტიფიცირება და დროული მხარდაჭერა არის საუკეთესო გამოსავალი მოსწავლისთვის და დასაკარგი დრო ბუნებრივი არ არის. ამიტომ თუ ჩვენ ბოლომდე არ ვართ დარწმუნებული, კიდევ შეგიძლიათ თქვენ მშობელს კი არა, აუცილებელიც არის და ვალდებულებიც ვართ, ხომ, რომ ყველა მოსწავლის სასწავლო პროგრესთან, საჭიროებებთან მიმართებით მუდმივი კომუნიკაცია გქონდეს მშობელთან. და ეს წრედი ბავშვი, სკოლა და მშობელი, რომ ეს სამკუთხედი შეიკრას, სხვაგვარად ვიცით, რომ ეფექტიან სასწავლო მიღწევებზე საუბარი, თქვათ, ზედმეტია, ხო? ამიტომ მშობლის ნებართვით ვრთავთ ჩართულობით ადმინისტრაციასაც ბუნებრივია და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს, ფსიქოლოგს და ასე შემდეგ. ანუ ეს გუნდი იკვრება, რომელიც აკეთებს მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების მრავალმხრივ შეფასებას სფეროების მიხედვით. შემდეგ ხდება შეფასების მონაცემების ანალიზი ჯგუფის მიერ. შესაბამისად, როდესაც ნახავთ, რომ გარკვეულ სფეროებში აქვს მოსწავლის სირთულეები, თქვათ, აქვს ყურადღების დეფიციტი და ასე შემდეგ, ბუნებრივია, რომ გუნდი შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რისი გათვალისწინებაც უნდა მოხდეს სწავლების პროცესში და ის მხარდაჭერა ამ რეკომენდაციების, ასე ვთქვათ, იმპლემენტაცია, ხო, ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მოსწავლის გაძლიერება
სწავლების პროცესში შეიძლება ვთქვათ 1-2 თვე განხორციელდეს და პარალელურად აუცილებელია გუნდი დააკვირდეს მოსწავლის პროგრესს. მუშაობს ეს სტრატეგიები, იქნებ დროებითი იყო მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულე, იქნებ რაღაცა ფაქტორებმა, გარე ფაქტორებმა გამოიწვია, თქვათ კონკრეტულ თემას, რომელსაც ვასწავლეთ, იმ თემის ფარგლებში ვერ გაიგო, ან ვერ მოახერხა, ასე ვთქვათ, მიყოლოდა, ან შფოთვით მდგომარეობაში იყო და ვერ გისმენდათ ეს მოსწავლე თუ რაღაც გარკვეულწილად, რაღაცა პერიოდი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორებმა ხელი შეუშალა მოსწავლეს, რომ გამოევლინა აკადემიური ქცევა, რა მოლოდინებიც გვაქვს ჩვენ კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფთან, ხო, კონკრეტულ კლასთან მიმართებით იმის შესატყვისი და ამიტომ გაგვიჩნდა ეჭვი. და სწორედ ეს პირველადი მართვის გეგმის ფარგლებში შემოთავაზებული რეკომენდაციები ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს იმას, რომ მოსწავლე დააძლევს იმ საკითხებს, რასაც ვერ უმკლავდებოდა აქამდე, შესაბამისად ეს ჩარევა იქნება წარმატებული და ბუნებრივია, რომ ყველა მხარე, ვინც ვიყავით ამ შემთხვევაში ჩართული, ვიქნებით კმაყოფილი, რადგან მოსწავლის წარმატება უზრუნველყავით და რომ არა ესეთი ტიპის ჩარევა შეიძლება მოსწავლე ძალიან დიდი ხანი ყოფილიყო ესე გაურკვევლობაში და უფრო გაღრმავებულიყო მისი სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები. ანუ რომ ჩავთვალოთ ამ ტიპის სკოლის დონეზე ჩარევას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თუმცა თუ მსგავსი ტიპის ჩარევა აღმოჩნდა წარუმატებელი და რავს გულისხმობ ამაში. ანუ საკმარისი თუ არ აღმოჩნდა, რომ მოსწავლის ეს ვთქვათ, სირთულე თუ ვერ აღმოიფხრა და საჭიროებებს აქვს განგრძობითი ხასიათი, ბუნებრივია ამ დროს აუცილებელია უკვე გარკვეულ ანუ მუდმივად სხვადასხვა სერვისების მიწოდება, ანუ სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობა და ჩვენ სკოლაში გვყავს ინკლუზიური განათლებაში ჩართული სპეციალისტებიც, შეიძლება არ ყავდეს სკოლას, მაგრამ თუ კონკრეტულ მოსწავლეს გამოუჩნდება გარკვეული საჭიროება, რომ მასთან იმუშაოს ენისა და მეტყველების თერაპევტმა, ბუნებრივია სკოლას რაღაცა უნდა დაავალდებულოს, რომ ამ კონკრეტული მოსწავლისთვის გააჩნდეს შტატი და მოხდეს ამ სპეციალისტის აყვანა და მხარდაჭერა, ხო, ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ აი ბიუროკრატიული შეიძლება ეს იყოს, მაგრამ სწორედ ეს რეფერირების მექანიზმი ამისთვის არსებობს, რომ მშობლის ნებართვით მოხდეს უკვე შესაბამისი სპეციალისტების მიერ მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასება სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური ინსტრუმენტებით, რომლის დროსაც მოითხოვენ თქვენს ჩანაწერებსაც, თქვენს რეკომენდაციებს, როგორ იმუშავეთ და რეფლექსიასაც, ხო? და სტატუსის მინიჭება და რა სტატუსია, ხო, ეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი, რომელსაც ანიჭებს, როგორც მოგეხსენებათ, მანდატური სამსახურის ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების კონსულტანტები, ხო, და ფსიქოლოგები აფასებენ მეტწილად მან და აი ხა რატო გავაკეთებ ამაზე აქცენტს, ანუ რეალურად სკოლამ რომ მოახდინოს კონკრეტული მოსწავლისთვის დამატებითი სერვისების, დამატებითი მხარდამჭერი პირების აყვანა და მათი მუშაობა მოსწავლესთან, ამისთვის გვჭირდება ჩვენ სტატუსის მინიჭება და ის რომ ხშირად ჩვენ მშობლები უფრთხიან, ჩვენ არა ზოგადად მშობლები თავს რო იკავებენ ამ სტატუსის მინიჭებაზე, პირობებულია იმით, რომ რაღაცა რას იფიქრებენ, ანუ რაღაცა სტატუსი ხდება დამაბნეველი და რაღაცა საფრთხის შემცველი, აი შეიძლება ეს დავარქვათ და ცდილობენ, რომ აირიდონ ხოლმე ეს. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეხლა ბოლო პერიოდში მსგავს შემთხვევები ნაკლებია, თუმცა მე და ჩემი კოლეგები ზოგადად როცა ვმუშაობთ, ბევრი სკოლებს როცა ვეთანამშრომლებით, არის ჯერ კიდევ ესეთი შემთხვევები და აი მშობელთან ჩვენ რა აქცენტებს დავსვამთ, როგორ მივაწვდით ინფორმაციას და როგორ ავუხსნით მიზნობრიობას, რომ მან ის დათანხმდეს სწორედ ბავშვის სწავლასთან დაკავშირებული განგრძობითი სირთულეების შემთხვევაში, რომ შეავსოს მიმართვის ფორმა და მოგცეს უფლება, რომ
თქვათ სკოლის მიმართვის ფორმაც არსებობს და მშობლის მიმართვის ფორმაც, ხომ ამ რეფერირების ეს აქცენტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც აღნიშნეთ, ეს პროცესი უკვე გესაუბრეთ, რას მოიცავს, ხო, ჩვენ მოსწავლეზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესი, რომ დავგეგმოთ, თქვათ სირთულეების შემთხვევაში ხდება გადამისამართება, ანუ მშობლის ნებართვით, მანდატურის სამსახურთან, კონსულტირების გუნდთან, გუნდი აფასებს, ანიჭებს სტატუსს, მაგრამ ნახეთ აქ არ არის, ანუ ჩვენ რო გვაქვს ეჭვი და ჩვენმა პირველადი მართვის გეგმა თუ არ იმუშავა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ როდესაც გუნდის წევრი შეფასების და კონსულტირების გუნდის წევრები შეაფასებენ მოსწავლეს აუცილებლად სტატუსს რომ მიანიჭებენ, ამას არ ნიშნავს. შეიძლება ისეთი კოგნიტური უნარები და მოცემულობა ქონდეს, მონაცემები ამოვიდეს, რომ გუნდმა ჩათვალოს საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე უპრიანია კიდევ მოსწავლის გაძლიერება სკოლის დონეზე და შესაძლოა არ მიანიჭოს, თქვათ, სტატუსი. შეიძლება ესეთი შემთხვევებიც ქონდეს. მაგრამ თუ როცა გამოხატულია სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, მაშინ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსს ანიჭებს ასე ვთქვათ ეს გუნდი და ბუნებრივია, რომ ამ დროს უკვე დასკვნა შეიძლება ეს სკოლას ეგზავნება შეფასების დოკუმენტი და უკვე სკოლა ვალდებულია კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით წარმართოს სწავლა-სწავლების პროცესი და სწორედ ამ დოკუმენტში იქნება განსაზღვრული დამატებითი სპეციალისტები, ვისი საჭიროებაც ექნება ბავშვს მისი შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ეს შეიძლება იყოს ენისა და მეტყველების თერაპევტი, სპეციალური მასწავლებელი აუცილებლად, შეიძლება იყოს ინდივიდუალური ასისტენტი და ასე შემდეგ, ხომ, საჭიროებიდან გამომდინარე. ასევე, რადგანაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რა შეიძლება იყოს გამომწვევი ფაქტორები, ხო, სწავლასთან დაკავშირებული სირთულის, როგორ შეიძლება მოახდინოს პრევენციულად იდენტიფიცირება ამ საჭიროებების სკოლამ, ხო, საგანმანათლებლო გარემომ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რა ტიპის, ასე ვთქვათ, ღონისძიებები უნდა გატარდეს სკოლის დონეზე. სწორედ ესეთი დაგეგმილი თანმიმდევრული პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა მოსწავლეს შეექმნება სწავლა-სწავლების პროცესში ხელშემწყობი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მის შესაბამის თანამონაწილეობას სწავლების პროცესში და მიღწევის შესაძლებლობებსაც, რაც ბუნებრივია არის ზოგადად ინკლუზიური განათლების პრინციპი და აუცილებელია ამ პრინციპების გათვალისწინება მიყოლა და ბუნებრივია შესაბამისი შედეგების დადება, ხო? მე მჯერა, რომ ზოგადად ჩვენ იცით, რომ რწმენა წარმოდგენებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და უზნაძის პედაგოგიური თეორიაც პედაგოგები ძალიან უმრავლესობა შეიძლება მშობლებიც გვესწრებიან, ბუნებრივია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხომ განწყობას და რწმენას მასწავლებლისას და დარწმუნებული ვარ და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ ქცევამდე მივალთ, რომ ჩვენ სკოლამ ადმინისტრაციული რგოლი, იგულისხმება აქ, პედაგოგი თუ ყველა ის რგოლი, ვინც ჩართულია მოსწავლესთან სწავლა-სწავლების პროცესში, ყველას უნდა სჯეროდეს გარკვეული რამის, რომ მე გადადგმული ნაბიჯები იყოს ეფექტიანი, ხომ? და მინდა და ვისურვებ, რომ სწორედ ყველა პედაგოგს სჯეროდეს თავისი მოსწავლეების შესაძლებლობების და სწავლაში გამოვლენილ სირთულეებზე გავაკეთეთ ახლა ჩვენ აქცენტი და ბუნებრივია, რომ ის სირთულეები, რომელსაც მასწავლებელი აღმოაჩენს თავის მოსწავლეებთან, აუცილებლად ის ჩათვლის, რომ ეს სირთულე არის მისი პედაგოგიური გამოწვევა და არა მოსწავლის პრობლემა. და ეს ნამდვილად ასეა, ჩვენ ყველა მოსწავლე უნდა განვიხილოთ როგორც უნიკალური ინდივიდუალური პიროვნება, საკუთარი ძლიერი მხარეებით, შესაძლებლობებით და საჭიროებებით და ბუნებრივია, რომ ჩვენი კომპეტენციით
და იმ უნიკალური შესაძლებლობებით, რომელთაც ასევე დახუნძულია თითოეული ჩვენგანი შეგვიძლია, რომ თითოეული მოსწავლის პროგრესს შეუწყოთ ხელი, რაც ასევე ყველაზე დიდი განმამტკიცებელია ჩვენი საქმის, ხომ? მე არ მეგულება პედაგოგი, რომელიც ხედავს, როგორ აღწევს ნაბიჯ-ნაბიჯ თავისი მოსწავლე წარმატებას, ეს არ იწვევდეს მასში უდიდეს აღფრთოვანებას და რა ვიცი, უფრო აძლიერებს პროფესიისადმი სიყვარულს, ასე მგონია. ის შეჯამების სახით ეხლა კი შეგვიძლია რომ გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ თქვენს კითხვებს დაუკავშირდება და როგორც ხედავ ხელი ბევრია აწეული, მე ზოგადად მოგახსენეთ დაახლოებით როგორ ხდება პროცედურულად მხარდაჭერა, აღმოჩენა საჭიროებების დროული და შესაბამისი ინტერვენცია. ბუნებრივია აღვნიშნე, რომ უკვე ინდივიდუალური სასწავლო გეგმა საჭიროება რომ განისაზღვრება და სტატუსი როცა მიენიჭება მოსწავლეს, ბუნებრივია რომ უკვე ყველა ჩართული პირი ვალდებულია მოსწავლის საჭიროებებისა და ინტერესების შესაძლებლობების გათვალისწინებით დაგეგმოს სწავლების პროცესი და ხელი შეუწყოს მოსწავლის განვითარებას. ეს იყო სულ